უკანასკნელი სამურაი დაახლოებით 3 წელია რაც ვართ. და ვიცი, ვიმედოვნებთ, რომ გავფართოვდებით უფრო და მეტ შედეგებს დავდებთ. დიდი მადლობა გამას, რადგან გამა გრაპლინგი დააბრუნა. ძალიან მოხარულები ვართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ წინ წავიწევით როგორც ჩვენი კლუბი, ასევე მთლიანად საქართველოში გრაპლინგი. გუნდური შეჯიბრი 5-5-ზე არ არის შეუულებრივი, იმიტომ რომ გვაქვს submission only, არ არის ქულებზე და მეტად რთული არის ამის განსაზღვრა. მოწინააღმდეგეს შემოყავს მებრძოლი, შეუნდა შეგეძლოს შესაბამისი მებრძოლი შეყვანა. განსაზღვრული არ გვაქვს წონა, საერთო წონას თუ არ ჩავთვლით. უნდა იცოდე მოწინააღმდეგის ტექნიკა, რომელი მებრძოლის რა შეუძლია დგომში თუ პარტერში. შესაბამისად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი გუნდის წევრის გაშვება ტატამზე. იქიდან გამომდინარე, რომ შეძლებს თუ არა, მაგაში უნდა იყო დარწმუნებული. გუნდის წევრებს რაც შეეხება, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პატარა 18 წლის არის. დაახლოებით 3 წელია რა ჩვენთან ვარჯიშობს. საქართველოს მოიგო უკვე ორჯერ. ძალიან ვამაყობ მეთი, იმიტომ რომ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ წინ და წინ გაიწიოს. იოსებ კვიჟინაძე. იმედი მაქვს მაგისი ყოველთვის. ჩვენი შემდეგი მებრძოლი ყველაზე მსუბუქი ნიკოლოზ ბერუაშვილი. საქართველოს აქვს 8-ჯერ მოგებული. აქედან 6 გრაპლინგი, 2 ჯიუ-ჯიტსუ. აგრეთვე არის AGP კავკასიის ვიცე-ჩემპიონი და AGP საქართველოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი. გრაპლინგ ინდუსტრიის ვიცე-ჩემპიონი აგრეთვე. შემდეგი გუნდის წევრი ის არის ავთო ჯამალაშვილი. ავთო არის ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ახალწეული. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანი არ არის რაც ჩვენთან არის, მაგრამ მისი იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეს. მოგებული აქვს საქართველოს. ყოველთვის გვაქვს მისი წინსვლის პერსპექტივა. შემდეგი გუნდის წევრი ელგუჯა ნავროზაშვილი. ფრიად სპეციფიკური ოჭიდავია, გრაპლერი. მასაც საქართველოს აქვს მოგებული და საბრძოლო ჯიუ-ჯიტსუში აქვს მსოფლიოზე მედალი აღებული. აქედან გამომდინარე, უფრო საბრძოლოს აწვება ესე ვთქვათ. რაც შეეხება ჩვენ მოწინააღმდეგეს Black Eagles, მის კაპიტანს ამიკოს და მის გუნდის წევრებს. ჩვენ არ გქონია ჯერჯერობით ერთმანეთთან დაპირისპირება რინგზე, არ გქონია დაპირისპირება ტატამზე, ეს იქნება ჩვენი პირველი შერკინება. რაც შეეხება ვინ ვის შეხვდება, ეგ ადგილზე გადაწყდება. ყველაფერი კენჭისყრით იქნება. ტაქტიკა როგორც ესეთი ადგილზე, იმის და მიხედვით ვინ იქნება მოწინააღმდეგე, იმის და მიხედვით ვინ იქნებით ჩვენ გასული. თვითონ ამიკოს რაც შეეხება, დიდ პატივს ვცემ, იქიდან გამომდინარე, რომ კარგი სპორტსმენი არის. დანარჩენი უკვე ადგილზე ვასწავლით, რა და როგორ უნდა იყოს. ამიკოს პოსტერზე, რავი, ცოტა გაგვეცინა ესე ვთქვათ, მაგრამ ბავშვები აქ არც ერთი არ ვართ. აქ ყველანი დიდები ვართ, დაჟე იმაც. და ნახოთ, ადგილზე ვასწავლით ბავშვებს როგორ უნდა. ამიკოს პირველ გამოსვლას რაც შეეხება, თუ ამიკომ დაიწყო, მოდი ესე ვთქვათ, პატარა ინტრიგას დავტოვებ, ვინ გავა მასთან. ჯობია ეგ ადგილზე ნახოთ. მობრძანდით, ნახეთ, ისიამოვნეთ. მე ვარ ამიკოს უმენიშვილი, ჩვენ ვართ გუნდი Black Eagle და წარმოვადგენთ რუსთავს. რუსთავიდან ვართ და გამოდივართ რუსთავის სახელით. მეოთხე წელი იქნება რაც ამ სპორტში ვარ. იასამნისფერი კამარი ვარ გოგა და ჯიმი რაზმაძეს ქვეშ.
დაახლოებით 4 წელი იქნება რაც MMA-დან გადმოვინოსლო გრეპლინგში და მინდა რომ ჩემი სახელი დავტოვო გრეპლინგში რაც შეიძლება მაღლა. პირველი მოდი დავიწყებ ჩემი ყველაზე ახალგაზრდა წევრით, რომელიც დღეს არ არის ჩემთან და ვერ მოახერხა მოსვლა. ლუკა ჩიბუხაშვილი, რომელიც არის ტალანტი, დაახლოებით 1 წლის გამოცდილება აქვს მას და ძალიან ბევრი კარგი ტურნირი მოუგია. მასზე იმედებს ვამყარებ და ვიცი რომ ძალიან კარგ პერფორმანსს შემოგთავაზებს. ნიკა მოშკუდიანი, შემდეგი ადამიანი, ჩემი გუნდის წევრი, რომელიც არის მოკლედ მე და ნიკამ ერთად გადმოვინაცვლეთ ამ სპორტში MMA-დან დაახლოებით 4 წლის წინ და გვინდა რომ დიდი სახელი დავტოვოთ გრეპლინგში. გიგი სიჭინავა, რომელიც არის ასე ახალგაზრდა ტალანტი, ძალიან მაგარი და მასზე მართლა დიდი იმედებს ვამყარებ. მგონია რომ 1-2 კაცს მინიმუმ გამოვაგდებს და ასაბმიშენებს უპრობლემოდ და ნახოთ. დანიელია, ასევე ახალგაზრდა ტალანტია. მე რიგში რატომღაც ბევრი ახალგაზრდა ტალანტი ყავს. და დანიელის დაახლოებით 2 წლამდე არის რაც ამ სპორტში ჩაერთო, ნულიდან დაწყებული, ახლა აქ მოვიდა, ვფიქრობ რომ ძალიან მაგრად იჭიდავებს. არ შეუშინდება არაფერს და ბევრ ჰაილაით ვიდეოებს აგვიდებს. მოწინააღმდეგე გუნდიდან ბიჭებს ვიცნობ, ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ შორი ახლო გამიგია მათზე. ნაჭიდავები არ ვარ მასთან. მგონია რომ კარგად იჭიდავებენ, კარგ სტილს შემოგთავაზებენ. რაც მთავარია შოუს დავდგავთ, იქნება ძალიან მაგარი ჭიდაობა. არ შეუშინდებით ერთმანეთს და მგონია რომ ძალიან მაგარი საღამო იქნება. Only submission იქნება, ეს არის ჩვენი სტილი ზუსტად. დარწმუნებული ვარ რომ ჩემი მოწაფეებიდან ვინც არ უნდა გავიდეს პირველი, მეორე, მესამე, ყველა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ submission-ები და გამოვაგდოთ ისე. გამა გრეპლინგზე ძალიან ბევრი ხანი შემიძლია ვისაუბრო, რადგან აღორძინა საქართველოში გრეპლინგი. როდესაც არავინ არ იცოდა რა იყო გრეპლინგი, პირველი იყო გამა, რომელმაც დაიწყო ამ გრეპლინგის წამოწევა წინ და ერთ-ერთი ვიყავი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა მას ტურნირში. დაახლოებით ესე 4-5 მატჩი მაქვს ჩატარებული გამაში და ვფიქრობ, რომ 4-5 მატჩი იყო ძალიან კარგი სანახაობრივი და კარგად გამოვედი გამაში. გამა ძალიან ბევრს აკეთებს სპორტსმენებისთვის, რომ გაზარდოს, ინტერესი დაანახოს ხალხს. და პირველ რიგში მე ამას მივესალმები, ყოველ სპორტში დაუდგები ამ ორგანიზაციას და ერთად წინ წავწეთ ამ სპორტს. მათ გუნდი შემიძლია თქვა ესეთი რაღაც, რომ მინდა ჩემს მოსწავლეებს მივცე გამოცდილება, არ ვაპირებ პირველივე გამოსვლა, სადგან ვიცი რომ 5-ვეს გავაგდებ მე თვითონვე. ჩვენთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ქალაქ რუსთავს, ჩვენ უნდა გამოვაჩინოთ რუსთავის ძალა და დავამტკიცოთ, რომ რუსთავი ჩემპიონების ქალაქია.